მშვიდობით განისვენეს სენატორ ლინდსი გრამ. მთელი ისრაელი გლოვობს შენს ნაადრევ გარდაცვალებას. თუმცა ასე არ არის ისლამური რესპუბლიკისთვის. მომეცინება გესაუბრო კლიენტების რაოდენობის შემცირებაზე. მე აშშ-ის სამხედრო სენატორი და ირანის საწინააღმდეგო სენატორი. მინდა ბედნიერი იყოს დიადიერი ირანი. ხოდა ეს არის ირანის გზავნილი. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მაყურებლებმა და მსმენელებმა გაიგონ, რომ ირანში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს, ხოლო სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს რეჟიმის ოფიციალურ პოზიციას. ოფიციალური პოზიცია ასეთია: ამერიკა არის დიდი სატანა, ისრაელი პატარა სატანა და ჩვენ ყველანი ბოროტები ვართ და უნდა განვადგურდეთ. და არავის უნდა კონდეს ამის შესახებ ილუზიები. და სიმართლე ისაა, რომ მას ომის მომწყობი და ირანის მტერი უწოდა. რა არის სიმართლე? მას უყვარდა თავისი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები. იგი კარგად ესმოდა ისრაელთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ის აქტიურ პოლიტიკაში სჯეროდა. საგარეო პოლიტიკისა, რომ ამერიკას უნდა სოფლიოზე გავლენა უნდა მოეხდინა. Ყველა anti-Semites, ყველა isolationist, მე armjera. დაივიწყეს, მე თქვენთან არ ვარ, მე ისრაელთან ვარ, მე ისრაელთან ვიქნები ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე. ისინი საუკეთესო მოკავშირეა, ვისაც კი ვიოცნებებდით. სამთუხაროდ როცა ეს თქვა, ვერაცნობიერებდა, რომ მისი დასასრული ახლოს იყო. და მაგრამ მან შეასრულა თავისი ფიცი, რომ ისრაელს სიცოცხლის ბოლომდე გვერდში დაუდგებოდა. ასევე უნდა აღნიშნოთ, რომ ისლამური რესპუბლიკა გასუკვირას აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის დროს ლინდსი გრამის ფოტო ერთ-ერთი იყო, რომელსაც პრორეჟიმული მომიტინგეები ხელში იჭერდნენ. მისი სახე სამიზნედ ჰქონდათ მონიშნული. სხვა ფოტოებთან ერთად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსიც. პირველ რიგში, პროფესორო, როცა ამბობთ პრორეჟიმული მომიტინგეები, მათ სასარგებლოდ საუბრობთ რუთი. ესენი არიან ბანდიტები, რომლებსაც რეჟიმი ავტობუსებით გამოხავს. ისინი ორგანიზებულები არიან. როცა ამბობთ მომიტინგეები, ხალხს შეიძლება ეგონოს, რომ ისინი იქ საკუთარი ნებით არიან. ხშირად ამ ადამიანებისგან ამასელიან. ისინი მუშაობენ ორგანიზაციაში, სადაც ყველას გამოხავთ და იცით. ასე რომ, მომიტინგეები არასწორი სიტყვაა. არ ვიცი, სწორი სიტყვა რა არის, მაგრამ თუ ისინი რეჟიმს უჭერენ მხარს და ლინდსი გრამის სურათები აქვთ სამიზნით, ხო, ისინი ბანდიტები არიან. მაგრამ მოდი ვისაუბროთ ამ საკითხზე და რატო არის ისრაელი მოწყენილი? იმიტომ რომ ისრაელი მოწყენილია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგი მეგობარი დავკარგეთ, ხო? ამერიკელი პატრიოტი და ადამიანი, რომელიც სჯეროდა ისრაელ-ამერიკული ალიანსის და ესმოდა ამ ალიანსის მნიშვნელობა, როგორც ჩვენი ორივე ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ისრაელში კიდევ ერთი სევდაა, იმიტომ რომ გვეშინია, რომ კარგავთ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ლინდსი გრამი და აღარ იქნებიან 100 ლინდსი გრამი, რომ მისი ადგილი დაიკავონ. ეს არის შეშფოთება. პირველ რიგში ვუყურებთ დემოკრატიულ პარტიას და ვხედავთ, რომ თუ პრეზიდენტობის კანდიდატობა გინდა, უნდა ადგედა თქვა, რომ ისრაელის წინააღმდეგი ხარ და გძულს ნეთანიაჰუ. ეს თითქმის ლაკმუსის ტესტივითაა ახლა. თუ გინდა დემოკრატიულ პრაიმერში გაიმარჯვო. და ვნახეთ სენატორები, რომლებიც ადრე არ ითვლებოდნენ პარტიის მარცხენა ფლანგზე. მაგრამ რადგან ისინი პრეზიდენტობის, ხო იცით, არჩევნებსა და კანდიდატურას განიხილავენ, მათ რაღაცნაირად ასე უნდა დაიწყონ. როცა ამბობენ, ხო იცით, ეს თითქმის ისეა, თითქოს ეს რაღაც რელიგიური რიტუალი ხდება. დემოკრატიულ პრაიმერიში არსად მივახცევ, თუ ისრაელზე რაიმე ნეგატიურს არ ვითვლი. და მეორე მხრივ ყავს გროიფერები. გროიფერები რესპუბლიკური პარტიიდან და მათი მასობრივი აუდიტორია პოდკასტების სივრცეში. დიახ, და ასე შემდეგ. და ეს რეალური შეშფოთების საგანია, ვფიქრობ, ისრაელში და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აფასებს აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობას, რომ ლინდსი გრამის წასვლა მხოლოდ მას არ ეხება, არამედ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მივდივართ იმ ეპოქის დასასრულისკენ, როდესაც ორ ქვეყანას შორის ასეთი მტკიცე და ინტიმური მეგობრობა იყო. არა, ეს ძალიან კარგი შენიშვნაა და ასევე ძალიან კარგი შენიშვნაა თეირანში გამართული დაკრძალვის შესახებ და მართალი ხარ, ისინი ბანდიტები არიან. მათგან ბევრი, როგორც შენ თქვი, ჩამოიყვანეს და ისინი ნამდვილად ბარბაროსები არიან, რომლებიც ჯიხადს, გლობალურ ჯიხადს და უდანაშაულოთა მკვლელობას სცამთ. ლინდსი გრაჰამის შესახებ კი და ეს მნიშვნელოვანია. ის იყო ძალიან კრიტიკული პრეზიდენტ ტრამპის მიმართ 2016 წელს იმ არჩევნების წინ. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავადაც მონაწილეობდა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში, მაგრამ ტრამპის არჩევის შემდეგ ის სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა მას. მან ადრე დასცინა ტრამპს, შეურაცხყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა, მაგრამ შემდეგ მან შეიცვალა აზრი, დაიწყო ტრამპის პრეზიდენტად აღფრთოვანება და მას შემდეგ მას ერთგულად უჭერს მხარს.
იმდენად რომ როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ ჩვენ ვაძლევთ ყველა ამ მოლაპარაკებას ისლამურ რესპუბლიკასთან შანსს, Steve Witkoff-ის და JD Vance-ის, Steve Witkoff-ის და Jared Kushner-ის მეშვეობით ლინსი გრემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავიდან ტრამპთან სასაუბროდ მივიდა და ტრამპმა დაამშვიდა. ამიტომაც თავი მშვიდად იგრძნო. და უნდა ვთქვა, მეც ცოტა ნერვიულობდი. ვიფიქრე, ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპის ნებისმიერ სიტყვას დაეთანხმება? არა, ასე არ მგონია. ვფიქრობ, რაც კულისებში მოხდა, ეს იყო ის, რომ ტრამპმა დაამშვიდა, რომ თუ ეს მოლაპარაკებები კარგად არ წარიმართება, რაც ალბათ ასე იქნება. როგორც ტრამპმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან მკაფიოდ თქვა, არ ინერვილოს. ის არაფერს მოაწერს ხელს, რაც ზიანს მიაყენებს შეერთებულ შტატებს ან ისრაელს. და რომ ის ამ ყველაფერს შანსს აძლევს, რადგან ასე უნდა მოიქცე. ასევე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მასიურ დაბომბვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდანაც და შეერთებული შტატების საპასუხო დათმობებითაც მიმდინარეობდა. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან თეორიულად, რასაც ჩვენ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მემორანდუმის და იმ ადამიანების მიხედვით, ვინც ამ მემორანდუმს მხარს უჭერდა და ავრცელებდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით 60 დღიან სიმშვიდის პერიოდში. და უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები იმაზე, თუ რა მოხდებოდა 60 დღე შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე რთულ საკითხებთან დაკავშირებით. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მემორანდუმს ხელი მოეწერა, ხოლო ირანელები ამას არ ასრულებენ. არც კი ასრულებენ იმ მოკრძალებულ ვალდებულებებს. პირველ რიგში, რომ სრუტეები იყოს ღია ვაჭრობისთვის, რომ ნავთობი თავისუფლად გადიოდეს სრუტეებში, ხო ასეა. ისინი ძალიან სწრაფად უკან დაიხიეს ამაზე, ხო ასეა და მე ძალიან ეს გავს იმას, რაც ტრამპმა ლინსი გრემს უთხრა. სინამდვილეში მე ნუგეშს პოულობ და იმედს ვიღებ იმ ფაქტიდან, რომ ტრამპი ამას არ ეგუება. ის ამბობს, რომ თუ გემზე ისვრი, თუ ცდილობს სრუტეების ბლოკირებას, რაც ეწინააღმდეგება მემორანდუმში წერილს, ამას ფასი ექნება და დაუყოვნებლივ გადაიხდი ამ ფასს და ჩვენ გავხსნით ცეცხლს. ჩვენ ამას არ დაგთავთ ნებას. და ეს მაფიქრებს, ხო ასეა. თუ უკვე შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე კვირაში ეს ხდება, თუმცა მგონი ჯერ 60 დღიდან ნახევარიც არ გასულა. იცი, ამერიკა ისვრის ირანის მიმართულებით, იმიტომ რომ იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან ირანელები არ ღვევენ შეთანხმებას. და ეს ნაწილი თითქოს ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო. თუ ოდესმე სერიოზულ ნაწილამდე მივალთ, სერიოზული განხილვისას, არ მაძლევს დიდ იმედს, რომ ირანელები რაიმე ფორმით დათმობაზე წავლენ ისე, რომ ეს ამერიკის პოზიციებს დააკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ისინი აღარ იქნებოდნენ ისინი, ეს რეჟიმი აღარ იქნებოდა, თუ რომელიმე დათმობაზე დათანხმდებოდნენ. როგორც არ უნდა იყოს. თვითონ მემორანდუმი საშინელი იყო. თეირანისთვის უკიდურესად ხელსაყრელი იყო. და ნებისმიერ შემთხვევაში მიხარია, რომ ეს ეხლა გამომჟღავნდა, რადგან როცა ხელი მოაწერეს, საშინლად განვიცადე, რომ შეერთებულმა შტატებმა მათთან ასეთი შეთანხმება გააფორმა. ანუ ეს საშინელი შეთანხმება იყო. პირველ რიგში არ გინდა, რომ მათ 60 დღე მისცე რაიმესთვის. მეორეც, მათ ჰორმუზის სრუტე მძევლად აიყვანეს. ასე რომ ეს მძევლებზე მოლაპარაკებას გავდა. კარგი. მათ აქვთ ყველა ბერკეტი და ამერიკას მსოფლიოს უდიდეს ზესახელმწიფოს უწევს მოლაპარაკება იმ ბარბაროსებთან. ასე რომ ეს თავისთავად უკვე ცუდი იყო. მაგრამ ირანის პოზიცია იყო ის, რომ არ შეშეშ დაარღვია ეს შეთანხმება, მემორანდუმი და როგორ. იმით, რომ ხელი მოაწერა ცალკე შეთანხმებას ისრაელსა და ლიბანს შორის, რათა დაეცვა ლიბანის სუვერენიტეტი ჰეზბოლასგან, რომელიც ირანის მარიონეტული დაჯგუფებაა. და თეირანის რეჟიმის მიხედვით ეს მიუღებელია მემორანდუმის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ არ უნდა აუნოთ არცერთ ირანის გავლენის ჯგუფს, ან სხვა რომელიმე აბსურდული მიზეზის გამო. ასე რომ თავარი ისაა, რომ კარგია, რომ მათ დაარღვიეს ეს, რადგან თვითონ ეს მემორანდუმი უბრალოდ აბსურდია. თქვენ თქვით, რომ მათ გააპროტესტეს ის სამშვიდობო ჩარჩო, რომელიც ისრაელსა და ლიბანს შორის ამერიკის შუამავლობით შეთანხმდა. მაგრამ ეს უბრალოდ საბაბია, ეს ალიბია. რა თქმა უნდა. ნამდვილი მიზეზი კი ისაა, რაც ყველას უნდა დააფიქროს, ხომ ასეა. ირანელები თანხმდებიან და ხელს აწერენ თანამედროვე ხაზზე. დიახ. პაკისტანელებმა და კატარელებმაც ეს კარგად იციან, დიახ, რომ სრუტეები ღია იქნება.
და მსოფლიოს დიდი ნაწილი, ვისაც ირანში ადამიანის უფლებები, რეჟიმის შეცვლა ან ირანის ბირთვული პროგრამა არ აინტერესებს, თუმცა უნდა აინტერესებდეთ, მაგრამ მათი ყურადღება სხვა საკითხებზეა. ისინი ნავთობის ფასებზე ღელავენ. თუ ინდოეთში ცხოვრობ ან ჩინეთში, ნავთობის ფასებზე ღელავ. თუ ამერიკაში ცხოვრობ, ალბათ შენც ნავთობის ფასებზე ღელავ. და მთელი იდეაც ეს იყო. და სწორედ ამიტომ დათანხმდა ტრამპი კომპრომისს, რადგან მან მიიღო შეთანხმება, რომელმაც სრუტეები გახსნა. და მან თქვა, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა. და შემდეგ ირანელები ამ ვალდებულებას არ ასრულებენ. და ვფიქრობ, ეს უბრალოდ აჩვენებს, ხო ასეა, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ილუზიები. ვიცი, რომ შენ ილუზიები არ გაქვს, მაგრამ არ უნდა იყოს არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, ვისთანაც გვაქვს საქმე. და ასევე ვითხოვდი შემდეგს. თუ ოდესმე ამ საშინელ რეჟიმთან ბირთვულ საკითხზე რაიმე შეთანხმება იქნება, ეს მხოლოდ სამხედრო ზეწოლის შედეგად მოხდება. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ გრძნობენ, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ. ან როგორც ტრამპი იტყოდა, ისინი დამარცხებულები არიან. ისინი იძულებულნი არიან, რადგან ისინი იკლაკნებიან, იხვეწებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ შეთანხმება დაარღვიონ, თუნდაც თავად დათანხმდნენ მას. ამ რეჟიმის პირობებში ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება მათი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა, არის ის, რომ ისინი იძულებულნი იქნებიან ამის გაკეთებაზე. ანუ უზარმაზარი ძალის გამოყენებით. დიახ, სამხედრო ძალით და სხვათა შორის ეკონომიკურადაც ვფიქრობ, რადგან ჩემი აზრით სამწუხაროა, რომ ტრამპმა გადაწყვიტა მემორანდუმი გამოეყენებინა და ამის გამო ტრამპმა თავისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ეციმან როცა ირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა, ტრამპმა თქვა, კი, მე გაჩვენებთ და ემბარგო დაუწესა, რომ მათ ვეღარ მიეღოთ ნავთობი, ან გაეღიდათ ნავთობი. ეს ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგან რეალურად მუშაობდა. მე მჯერა, რომ ეკონომიკური ზეწოლა მუშაობდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ამერიკელები ტრამპზე ზეწოლას ახდენდნენ. და შეიძლება სწორადაც როგორც არ უნდა თქვათ, ნავთობის ფასები იზრდებოდა. მაგრამ ასევე საინტერესოა, ამაში ორი საინტერესო რამ არის. ერთია ის, რომ როგორც საფონდო ბირჟა, იცით, საფონდო ბირჟა ძალიან ფსიქოლოგიურია. ასე რომ თუ ვინმე ამბობს, რომ რაღაცა მოხდება, ზოგჯერ აქციები ღამით იკლებს, ან მეორე დღეს იზრდება. იგივე რამ, როგორც ჩანს ნავთობის ფასზეც ხდება. როგორც კი ტრამპი ამბობს, კარგი, ეს ვაჭრობა გახსნილი იქნება. უცებ ამბობენ, რომ ნავთობის ფასი ბარელზე ამდენია, მეორე დღეს კი ისევ იმაზე ადის. და ეს ყველაფერი ხდება მანამდე, სანამ ნავთობის გადაადგილების ან სადმე გადატანის შანსი გაჩნდება. ანუ სრუტეზე გადატანამდე ან არა. ასე რომ ამჩნევ, რომ ამაში ბევრი რამ ფსიქოლოგიურია. ასე რომ აშკარად ნავთობის ფასის დასაწევად ცოტა მეტი დრო დასჭირდებოდა. 5 წუთის შემდეგ, როცა ტრამპი რაღაცას აცხადებს, ეს არ ნიშნავს, რომ ნავთობი უკვე მიედინება, ხომ ასეა? ეს ერთი საინტერესო საკითხია და მეორე ისაა, რომ ფიქრობ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ. ბოლო რამდენიმე დღეში ვხედავთ, რომ ირანის რევოლუციური გვარდია ყველგან იერიშებს აწყობს. გემები ჰორმუზის სრუტეში, კატარში, ბაჰრეინში, ომანში, სად კიდევ? ემირატებში? ემირატები გამოიცანით, სად არის ერთი ადგილი, რომელსაც არც ირანი, არც ჰეზბოლა, არც ჰუთები, არც ჰამასი არ დაუტყამთ, არ დაუმიზნებიათ, არ დაუშვიათ შეტევა. გამოიცანით, რომელი ქვეყანაა ეს? ეს რა თქმა უნდა ისრაელია და შეგიძლიათ ამ ქვეყნების სიასაც დაამატოთ. მათ იორდანიაზეც მიიტანეს იერიში, რომელიც ისრაელის მეზობელია. დამოვიწყდა მე თქვა. როგორც ჩანს, მათ იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე მიიტანეს იერიში. ხო. და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. რატო არ ესხმიან თავს ისრაელს? იმიტომ რომ უცებ შეგვიყვარეს? რა თქმა უნდა არა. ეს არის ძველი, კარგად ნაცნობი ძალა. ეს არის, იცით, ჰილარი კლინტონი ხშირად საუბრობდა რბილ ძალაზე. ამას ამ შემთხვევაში არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არ არის რბილი ძალა, ბილი ძალა. ეს არის ხისტი ძალა. ისინი შეშფოთებულნი არიან და სრულიად სამართლიანად, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტას გაუშვებენ, ისრაელს ექნება საბაბი, რომ საპასუხოდ ძლიერი დარტყმა მიარენოს. და როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, აუცილებელი არ იქნება, რომ პროპორციული იყოს. აუცილებელი არ იქნება, რომ მათ მიერ ისრაელისთვის მიყენებული ზიანის პროპორციული იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ ისრაელზე გაისროლეს. თუნდაც ის რაკეტა ჩამოგვეგდო, ეს მაინც ამ ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმაა და ისრაელს შეიძლება უპასუხოს და ჩვენ შეგვიძლია უპასუხოთ ისე, როგორც გადავწყვეტთ. და მე ვფიქრობ, ეს აშინებს ირანელებს. და აქ მინდა უთხრა ყველა იმ ევროპელს და სხვებს, ვინც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ რბილი ძალა ასაჭირო, უნდა გაიცნო ერთმანეთი და გაიგო ერთმანეთი, როცა საქმე გაქვს ისეთ ხალხთან, როგორც ირანელები არიან. უნდა იყო მკაცრი, უნდა კონდეს ძალა და მათ უნდა სჯეროდეთ, რომ მზად ხარ გამოიყენო ეს ძალა თუ დაგარტყამენ.
და ისრაელი უსაფრთხოდ იყო ამ ბოლო დღეებში, როცა ეს ბრძოლები მიმდინარეობდა ეს როლების გაცვლა. სპარსეთის ყურეში დიახ და მის ფარგლებს გარეთაც იორდანია ჩვენს რეგიონშია, ის ყურეში არ არის, ხომ ასეა. ტრადიციულ სამხედრო ძალას ალტერნატივა არ აქვს. და სურვილი და მზადყოფნა გამოიყენო ის, როცა ამის საჭიროება დადგება. არ აქვს აზრი გქონდეს მთელი ეს ძალა, თუ ფიქრობენ, რომ არასდროს გამოიყენებ მას. ხომ ასეა? შენი მუქარა საპასუხო დარტყმის შესახებ უნდა იყოს სანდო და მათ უნდა სჯეროდეთ, რომ უბრალოდ ელოდების შესაძლებლობას რომ გამოიყენო ის. და აქამდე ირანი ისრაელის მიმართ კარგი ბიჭის როლს თამაშობდა. არა იმიტომ, რომ ჩვენ უყვარვართ, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ჩვენი. ეს მაკიაველის დროიდან მოდის. ჩვენ გვინდა რომ ხალხს მოწონდეთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რომ აბსოლუტურად ეშინოდეთ შენი. და ისინი ემუქრებიან ნეთანიაჰუს და ასე შემდეგ. ასევე მათ მიტინგებზე პლაკატებია, სადაც ნეთანიაჰუს თავზე სამიზნეა დახატული. მაგრამ მათ აღარ გაუშვიათ რაკეტები. და სხვათა შორის მათ იციან, რომ ისრაელის თავდაცვის ძალაცვის ძალებიც და საჰაერო ძალებიც ყველანი მზად ვართ. და ერთ-ერთი რამ, რაც ისრაელმა ისწავლა ამ ბოლო გასული წლიდან მოყოლებული, არის ის, რომ ირანი არ არის ის უჩხული, როგორიც გვეგონა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ მზად ვართ და ძლიერები ვართ, მათი საჰაერო თავდაცვა ჩამოშლილია, მათი არმიაც ჩამოშლილია, ბევრი რამ ჩამოშლილია და ჩვენ მზად ვართ. თუ ისინი რაკეტას გაუშვებენ, როგორც თქვი, ეს მათთვის ძალიან საზიანო იქნება. მაგრამ ეს კიდევ ერთ სიტყვამდე მიგვანს, რომელსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. ეს აჩვენებს, რომ ირანელები ძალას კარგად აღიქვამენ და ეშინიათ კიდეც. და ეს რეალურად ნიშნავს, რას უნდა აკეთებდეს ტრამპი. ტრამპმა ძალის გამოყენებით უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულები ბებები მემორანდუმის მიხედვით. და როცა სერიოზულ მოლაპარაკებებამდე მივალთ, თუ ოდესმე მივალთ სერიოზულ მოლაპარაკებებამდე, ბირთვულ საკითხზე მათ სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი პროგრამა დაშალან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო დარტყმას შეხვდებიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ეს იმუშაოს. ხო ასეა, ერთადერთი რაშიც არ გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ამაში გეთანხმებით, გარდა სიტყვებისა, მოლაპარაკება და შეთანხმება. შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს ირანს, ვინ არის უფროსი. და ყველაფერი რაც თქვით სწორია. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს მზადყოფნა სამხედრო ძალის გამოსაყენებლად და რომ მათ ეს ომი უკვე წააგეს, რაც ასეა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აღქმა ახლო აღმოსავლეთში ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ისინი დაიწყებენ და როცა ისინი ისმენენ, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებას აპირებს, ამას სისუსტედ აღიქვამენ. ამიტომ არა, თუ ისინი არ რაც ტრამპმა უნდა გააკეთოს, ესა თქვას. თუ გსურთ იცოცხლოთ და ოდესმე კიდევ გქონდეთ შანსი, რომ თქვენი ხალხი დააპუროთ, თქვენ მოგცემთ ბირთვულ მტვერს, თქვენ შეასრულებთ ნებისმიერ მოთხოვნას. მათ არ აქვთ მემორანდუმი და არც მოლაპარაკებები. ჩვენ მოვიგეთ, თქვენ წააგეთ. და ამ მომენტისთვის ირანის რეჟიმი ამ კაფიო გზავნილს ვერ იღებს. მაგრამ ეს გვიყვანს შეკავების თემასთან, სადაც თქვით, მართალია ისრაელი მყარი ძალაა და ასე შემდეგ. იცით, ნიშნულოვანია ამაზე საუბარი არა მხოლოდ ამერიკაში შუალედურ არჩევნებამდე, არამედ ისრაელის მოახლოებული არჩევნების წინაც. ისინი დაახლოებით 1 კვირის ინტერვალით გაიმართება, კარგი, ეხლა უკვე გვაქვს არჩევნების თარიღი, ეს დაახლოებით 1 კვირის ინტერვალით იქნება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ანტი-ნეთანიაჰუს და ანტი-ტრამპის ბანაკები ცდილობენ გაავრცელონ ნარატივი, თითქოს ჩვენ ამერიკამ და ისრაელმა ომი დავკარგეთ მაშინ, როცა სინამდვილეში ომი არ წაგვიგია. ერთი გზა ამის გასაკეთებლად არის ის, რომ თქვან, აი ნახეთ, 7 ოქტომბრის შემდეგ ამდენი დრო გავიდა. ისრაელი იყო ღაზაში და ეხლა ლიბანსა და ირანზე ვსაუბრობთ. უკვე თითქმის 3 წელია ვიბრძვით და რისთვის? შეკავების უნარი აღარ გვაქვს. ეს მუდმივად გვესმის ოპოზიციისგან, ანტისგან და ამერიკაშიც New York Times-იდან დაწყებული ყველგან. ეს აზრი, რომ ყველაფერი ტყუილად გავაკეთეთ, რადგან დავმარცხდით და ვფიქრობ, ეს უნდა განმარტოთ ცოტა ხნით. ვიცი, რომ მერჩივნა დღეს უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყავით, ვიდრე ვართ. კარგი, მინდა ვნახო ჰეზბოლას განიარაღება, მინდა ვნახო ჰამასის განიარაღება, მინდა ვნახო ირანის რეჟიმის დაცემა. ეს ჩემი სურვილების სია, კარგი. და ჩემს სურვილების სიასთან შედარებით, მარკ რეიგანის სურვილების სიასთან ჩვენ ჩამოვრჩებით. და მე ვარ. მინდოდა რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ამ დროის განმავლობაში უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყავით, კარგი? ამის მიუხედავად, არის რაიმე ეჭვი, რომ ვართ ყველაფრის მიუხედავად, რაც მოხდა.
ბოდიში. ნიშნულოვნად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ადრე ვიყავით. გაუმჯობესდა ჩვენი სტრატეგიული მდგომარეობა და პასუხი ვფიქრობ ცალსახად დადებითია. ეს არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არ არის, ან საქმე აღარ დაგვრჩა. პირიქით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მაგრამ ისინი, ვინც ამბობენ, რომ დავმარცხდით, რეალობას არ უყურებენ. ღაზაში ჩვენ ვაკონტროლებთ 60%-ს, ზოგჯერ 70%-მდე ღაზის სექტორისა. არსებობს ბუფერული ზონა ისრაელის ჯარისკაცებით, რომლებიც ჩვენ სამოქალაქო მოსახლეობას იცავენ. ადრე ჰამასი პირდაპირ უყურებდა ჩვენს დასახლებებს და მათ შეეძლოთ საზღვარზე ნებისმიერ დროს შემოეჭრათ. ჰამასის ძალა ეხლა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ადრე იყო. ეხლა მინდა რომ ისინი მთლიანად განადგურდნენ. კარგი, ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ თუ ამბობთ, რომ ჰამასმა გაიმარჯვა, როგორ შეიძლება იდაო, რომ ეს არალოგიკურია, ხომ ასე? ლიბანი იგივეა. მახსოვს და ამაზე ადრეას გვისაუბრია პოდკასტში, როცა სამთავრობო შეხვედრებზე ვიჯექი, მაშინ როცა საჯარო მოხელე ვიყავი დიახ, და შემდეგ ხალხი საუბრობდა, მინისტრებს აძლევდნენ ინფორმაციას, სამხედროებიდან, დაზვერვიდან ამბობდნენ. ჰეზბოლას აქვს 150,000 რაკეტა და მათ შეუძლიათ სარაკეტო ზალპების გაშვება, რაც გადალახავს ჩვენ საჰაერო თავდაცვას. და თელ-ავივის რაიონში ათეულობით დაღუპული გვეყოლება, ხომ ასეა? და იყო ესეთი. დღეს ჰეზბოლა ჰამასის მსგავსად თავისი ძველი ძალის მხოლოდ ჩრდილია. ისევ არსებობს? დიახ, სამუშაო კიდევ არის? დიახ, მაგრამ თქვენ მნიშვნელოვნად შეამცირეთ ეს საფრთხე. ეს იყო ძალიან სერიოზული საფრთხე ისრაელის მოსახლეობისთვის, ხომ ასეა? და ლიბანის მოსახლეობისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის. დიახ, და შეხედეთ ირანს. კარგი, თქვათ, ხვალ არაფერი მიიღწევა. კარგი, თუმცა იმედი მაქვს, ასე არ იქნება. იმედი მაქვს, კიდევ შეგვიძლია მეტის მიღწევა, მაგრამ თუნდაც იქ, სადაც დღეს ვართ. მათი ბირთვული პროგრამა წლებით შეფერხდა. მე მინდოდა სრულად განადგურებულიყო, მაგრამ წლებით შეფერხება ცუდი არ არის, ხომ ესეა? მათი საჰაერო თავდაცვა განადგურებულია, მათი ეკონომიკა განადგურებულია, ასეა. ირანელები წლებით დახარჯავენ აღდგენაში, ხო ასეა? ჩვენ მართლა უკან დავახევინეთ. თავარი ისაა, რომ ეს მახსოვს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ამბობდა შარშანდელი თავდასხმებამდე, რომ ისინი ბომბისთვის საკმარისი გამდიდრებული ურანის მიღებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით იყვნენ დაშორებული. დღეს მათ წლები აშორებთ. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ მაინც უნდა გქონდეს შეშფოთება და მართალიც იქნებით. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი საგრძნობი. სხვაობა იმაში, რომ ბომბისთვის საკმარისი გამდიდრებული ურანის მიღებამდე რამდენიმე კვირა გაშორებს და როცა წლები გაშორებს, ძალიან დიდია. ასე რომ იმის თქმა თითქოს ყველაფერი დავკარგეთ და ეს დროისა და ძალისხმევის ფუჭად ხარჯვა იყო, არასწორია. და თითქოს მხოლოდ მტრები მოვიგეს, ჩვენი მტრები. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ იმის თქვა, რომ ამას ვაგებთ, არალოგიკურია. ეს მიზანმიმართულია, კარგი, იმიტომ რომ უნდა მიაქციო ყურადღება იმ ადამიანებს, რომელი ხმები ამბობენ ამას. და ესენი არიან ის ხმები, რომლებიც არ სურთ დამსახურება მიუწერონ ისრაელის ან აშშ-ს მთავრობას. ადმინისტრაცია, ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა და ამჟამინდელი მთავრობა აშშ-ს ადმინისტრაცია არანაირ დამსახურებას არ აღიარებენ იმისთვის, რომ რამე მიაღწიეს. ასე რომ პირველ რიგში ეს პოლიტიკურია. ეს უბრალოდ არალოგიკური არ არის. გარკვეულწილად ეს ძალიან ლოგიკურიცაა. კარგი. ესეთი საკითხია. მაგრამ მეორე ისაა, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან. კარგი და ამას ვიტყვი. ეს მოიცავს ადამიანებს ისრაელის სამხედრო ძალებში, დაზვერვაში, სხვადასხვა სფეროში და პოლიტიკაში, ასევე აშშ-ის პოლიტიკაში. სწორედ ამ ადამიანებმა გაახანგრძლიwes ჩვენი შანსი სრული გამარჯვების მისაღწევად ყველა ფრონტზე, სხვათა შორის. და როცა ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, რადგან იყო ცეცხლის შეწყვეტა და გადადებები. და ისევ ღაზაში, ღაზას ომის დროს, ყველაფერი უფრო სწრაფად წავიდოდა, რომ არ გქონოდა ხელები შეკრული. იგივეა დღესაც. ბევრი რამ, რაც ძალიან დიდხანს გრძელდება და ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ასე შემდეგ, სწორედ იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, ვინც ამას აკრიტიკებს. და სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი შეჩერებაზე. ამიტომ გარკვეულწილად გინდა თქვა, მოусმინეთ, ორივეს ერთად ვერ მოითხოვთ. ვერ დარჩებით ესე, იცით? კარგი, კიდე 60 დღეს მოგცემთ და დიპლომატია გჭირდება. და შემდეგ გააკრიტიკოთ ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ხომ ასეა? რადგან შეგვეძლო ბოლო 2 წელიწადნახევრის სამხედრო წარმატებები წარმოგვეჩინა. ფიქრობდი, რომ გაზას ომიდან დაწყებული და დღემდე გაგრძელებული, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწე, რომ არ გაგვეჩერებინა ამდენჯერ გზაში. და ეს არ არის იმ ადამიანების ბრალი, ვინც ამბობდა, არა, ეხლა გაჩერების დრო არ არის, ეხლა დრო არ არის. მაგრამ კარგი, მაინც ჩვენი შეკავების უნარი უკეთესი არის, უკეთესია. ისრაელის შეკავების უნარი ბევრად უკეთესია და ამის მტკიცებულება აშკარაა. კარგი, ჩვენს მიმართ ძალიან დიდი ხანია რაკეტები არ გამოუშვიათ.
შედარებით რეგიონის დანარჩენ ნაწილთან. პირველ რიგში ვთქვათ, რომ ამ წუთას საუბრობ და არ ვიცით რა მოხდება ხვალ. შეკავების მექანიზმი მოქნილია, დიახ, და ეს ვიცით, მაგრამ კარგია რომ ამ ეტაპზე მუშაობს, ხომ ასეა? და შეიძლება მომავალში მოგვიწიოს რაღაცის გაკეთება, რომ ეს შეკავება გავაძლიეროთ. დიახ, შეკავება ყოველთვის რაღაც ცვალებადია, მოქნილი, ის დინამიკურია. ეს არის სწორი სიტყვა. დინამიკური. და ასევე ვგულისხმობ ირანელებს და იცით ჰამასსა და ჰეზბოლას, რასაც ისინი უწოდებენ წინააღმდეგობის ღერწს ან ტერორის ღერწს, როგორც გინდა დაარქვით. გულისხმობ ისინი აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც გიჟურია. როგორც თქვი ამ პოდკასტის დასაწყისისკენ. თქვი რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ირანის სასარგებლოდ იყო, ხომ ასეა? და მაინც ისინი არღვევენ მას. ეს ხალხი ხომ? თუნდაც მათ ინტერესში იყოს შეთანხმების შენარჩუნება, ვერ ახერხებენ ამას. თავს ვერ იკავებენ. ხედავენ გემს და უნდათ ხომ? ეს მე არ ვამბობ, რომ ისინი გიჟები არიან, ისინი ჭკვიანები არიან. კი, მაგრამ ისინი საშიშები არიან. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა ივანმა ადრე მოკლედ ახსენა, რომ საბოლოოდ გვაქვს თარირი ისრაელის არჩევნებისთვის, რომელიც არის 27 ოქტომბერი. რაც ყველა ებრაული დღესასწაულის შემდეგაა. და რაც საინტერესოა, ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მთავრობა სრულ ვადას მოიხდის. ეხლა ჩვენს ამერიკელ მაყურებლებსა და მსმენელებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა. რას ამბობს რიგი, ხომ ასეა? იმიტომ რომ მათ გონიათ ამერიკელი პრეზიდენტები 4 წლის ვადით ირჩევიან და თანამდებობაზე არიან 20 იანვრამდე. ანუ სრულ ვადას იხდიან. მაგრამ ჩვენ ისრაელში საპარლამენტო დემოკრატიაში ვცხოვრობთ, როგორც გერმანიაში, როგორც ბრიტანეთში, როგორც ავსტრალიაში, როგორც კანადაში. იტალიაში და ეს იწვევს იმას, რომ მთავრობებს ზოგჯერ შეიძლება დააკარგონ საპარლამენტო უმრავლესობა და ადრე ესობა და ადრე დაეცნენ. ისინი სრულ ვადას არ ასრულებენ. და ისრაელის ისტორიაში უმეტესობა მთავრობებისა, არა მხოლოდ უმეტესობა, არამედ აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელის მთავრობებისა ვადის ამოწურვამდე ეცემა. და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ პროპორციული წარმომადგენლობა გვაქვს. შედეგად, ბევრი პარტია და ყველა მთავრობა კოალიციურია. და როცა არჩევნები ახლოვდება, კოალიციაში მყოფი სხვადასხვა პარტიები ცდილობენ აჩვენონ, რატომ არიან ისინი განსხვავებულები სხვებისგან, რადგან სურთ თავიანთი ამომრჩევლების მოზიდვა. სურთ გააქტიურონ საკუთარი მხარდამჭერები. და შესაბამისად, არსებობს ბუნებრივი მიდრეკილება, რომ მთავრობები დაიშალოს. ის ფაქტი, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათი ისრაელის მთავრობაა, რომელმაც სრული ვადა მოიხადა. მიუხედავად სასამართლო რეფორმის კრიზისისა და შემდეგ 7 ოქტომბრის მასაკრისა, როდესაც თითები სამართლიანად იყო მიმართული მთავრობისკენ, იცით რა ხდება აქ? თქვენ ხართ პასუხისმგებელი. არა მხოლოდ კრიტიკოსები, მთავრობის მხარდამჭერებიც გაუგნებულნი იყვნენ. დიახ. და შემდეგ იყო მძევლების დრამა და შემდეგ ყველა ის კრიზისი, რაც ამას მოჰყვა. და ბრძოლა ღაზაში, ბრძოლა ლიბანში, ბრძოლა სირიაში, ბრძოლა ირანში და ხუთები. იფიქრებდი, რომ ეს მთავრობა უფრო ადრე უნდა დაცემულიყო. და ირონიულია, რომ ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მთავრობა ისრაელის ისტორიაში. ამაში ერთრი არ არის. უბრალოდ მინდა ერთი საინტერესო შენიშვნით დავასრულო, რომელზეც ვერ გადავწყვიტე, რას ვფიქრობ. მაგრამ იცოდით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაწყდა, ან იყო კამათი, ოქტომბრის რომელ რიცხვში უნდა ჩატარებულიყო ეს. და იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც არ სურდათ, რომ ეს 27 ოქტომბერს ჩატარებულიყო, რადგან რიცხვი 7 ახსენებს 7 ოქტომბერს. და იცით, ეს რეალურად განიხილებოდა, როგორც თქვი, რომ იქნებ მე-6 ან მე-8 რიცხვში უნდა ჩატარებულიყო. არ ვიცი. ეს შესაძლოა არ შემიხედავს კვირის რომელი დღეა, მაგრამ იცით, ამერიკაში არჩევნები ჩვეულებრივ სამშაბათს ტარდება და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად იყო განხილვა თითქოს რა. ჩვენ არ ფიქრობთ 7 ოქტომბერზე ყოველ წუთს, მას შემდეგ რაც ეს მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ. ჩვენ არ გვჭირდება ციფრი 7, რომ ეს შეგვახსენოს, ხო ასეა? საერთოდ არა და მე ვფიქრობ კიდევ ერთი კარგი ამბავია ის რომ არჩევნები გვაქვს და თარიღიც ვიცით, ასე რომ ყველა ისრაელელს ახლა შეუძლია დაგეგმოს ოქტომბრის არდადეგები. რადგან ისრაელელებს ამერიკელებისა და ავსტრალიელებისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემა არ შეუძლიათ. არჩევნების დღეს ისრაელში უნდა იყო რომ ხმა მისცე. და ამის მიზეზი არსებობს. მგონი წინა პოდკასტში ამაზე ვისაუბრეთ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ეხლა მათ უკვე შეუძლიათ მოეშვან. მე საზღვარგარეთად შემიძლია ვიყო, შემიძლია სტუმრად წავიდე, შემიძლია ლაშქრობაში წავიდე, შემიძლია რაც მინდა ის გავაკეთო. თუ 26-ში აქ დაბრუნდები, რომ 27-ში ხმის მიცემაზე მივიდე, ყველაფერი წესრიგშია. ერთი შენიშვნით. ერთი შენიშვნა. ერთი შენიშვნა ისაა, რომ მეც ასე ვგრძნობდი თავს. და მყავს ოჯახის წევრები. ვიფიქრე, კარგი, ეხლა მათაც შეუძლიათ აქ მოსვლა, ან რაც არ უნდა იყოს.
ერთი შენიშვნა ისაა, თუ ომი განახლდება. და მათ დახურეს აეროპორტი. იმ პერიოდში. ეხლა მათ ან შეუძლიათ დახურონ აეროპორტი, ან თუ შენ ხარ რეისზე, თუნდაც თუ შენ ხარ ელალის რეისზე, რომელიც დაფრინავს, მაინც შეიძლება გაიჭედო. ჩვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი გაიჭედა ან ისრაელში, ან საზღვარგარეთ. ამიტომ მეც კი მაქვს ესეთი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ოქტომბერში არ ვიცით რა მოხდება. ჩვენ არ ვიცით, როგორც თქვი, ჩვენ არც კი ვიცით. ჩვენი პოდკასტი შეიძლება უკვე მოძველებული იყოს ეთერში გასვლის დროს, როგორც შეკავების, ისე ომის თვალსაზრისით. ასე რომ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს არის ერთი შენიშვნა. მაგრამ ერთ საკითხზე დავასრულებ, რადგან ჩვენი დრო ამოიწურა. ყველა ფიქრობს, რომ თუ ტრამპს სურს მათ ძლიერად დაარტყას, ამას შუალედური არჩევნების შემდეგ გააკეთებს. სწორია, ესეა მიღებული, შეიძლება არასწორია, მაგრამ ეს არის გავრცელებული აზრი, ხომ ასეა, რომ მას შეუძლია დაარტყას. როგორც კი შუალედური არჩევნები დასრულდება, შეუძლია რადიკალურად იმოქმედოს, ხომ ასეა. რაც ნიშნავს, რომ ნოემბრის პირველ კვირამდე შეიძლება შანსი იყოს, რომ ყველაფერი მშვიდად იქნება. თუ არ დატოვებენ სხვა არჩევანს, ხო? კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა. მის მოკლას უკვე რამდენჯერმე ეცადნენ და კიდევ ერთი რამ. ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი არ იქნება სამიზნე, ან ისრაელი არ ესვრის ირანს. ეს ნაწილი ჩვენ არ ვიცით. შენ მართალი ხარ ტრამპზე. შეიძლება კი, შეიძლება არა. მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისრაელი არ აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, სადაც ისევ თავშესაფრებში მოგვიწევს ყოფნა. მაგრამ თუ გეტყოდი, რომ აშკარად იყო ირანული პროვოკაცია, ხო ვიცი, მაგრამ ნეთანიაუს თვალსაზრისით. მე არ მგონია, რომ ის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რამეს გააკეთებდა, თუ ფიქრობდა, რომ ეს როგორმე ტრამპს ავნებდა. სრულად ვეთანხმები ამას და რა თქმა უნდა, თვითონაც არ მოუნდებოდა არჩევნების წინ რამე გაეკეთებინა. რადგან არ მოუნდებოდა, რომ დაედანაშაულებინათ, თითქოს ამას საარჩევნო ქულების მოსაპოვებლად აკეთებდა. ეს არის ის, რასაც მისი მტრები ყოველთვის ამბობენ. თუ ეჭვი ეპარება, ნეთანიაჰუ ომს დაიწყებს და შემდეგ მეტ ხმას მიიღებს. ეს სისულელეა. მაგრამ წარმომიდგენია, რომ ამას გაითვალისწინებდა. და დარწმუნებული ვარ, მომდევნო კვირებსა და თვეებში კიდევ ვისაუბრებთ ისრაელის პოლიტიკაზე. იმედია ამას ისე გავაკეთებთ, რომ ჩვენი ერთგული მსმენელები და მაყურებლები არ მოაბეზროთ. იმედია მომავალ კვირამდე არ მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი. და შენ იმოგზაურებ. ასე რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ისე, რომ მე სტუდიაში ვიქნები, ხოლო შენ საზღვარგარეთ. სწორია, ამას ჩემს ლეპტოპზე გავაკეთებ. მოუთმენლად ველოდები შენთან საუბარს მაშინ, რუთი. მეც ასევე, მარკ.